დავამატებ კითხვას, შეგიძლიათ თუ არა თქვათ ერთმნიშვნელოვნად, რომ ახალ წლამდე, ანუ 1 იანვარამდე დარჩენილ დროში პარლამენტი ამ დოკუმენტს დაამტკიცებს, იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაციაც, რომ შესაძლებელია პარლამენტმა პროექტზე მუშაობა საგაზაფხულო სესიისთვის გადადოს. არის თუ არა ეს ასეთი გეგმა არსებობს თუ არა? კეთილი. ესე იგი, რაც შეეხება მიღების თარიღს, ბოლოდან დავიწყოთ თქვენ ნებართვით, როდის იქნება მიღებული, ახლა ამაზე დანამდვილებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უბრალოდ პროექტის ინიციატორები, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია თლიანობაში, უმრავლესობა უმცირესობის ერთობლივად და კენჭისყრის შედეგებმა უნდა დაადასტურონ ის, რომ პროექტი კანონად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სესიაზე დეპუტატთა უმრავლესობა, ამაზე ჩვენ წინასწარ საუბარი არ შეგვიძლია. პროცედურები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, იმიტომ რომ საკმაოდ ფორსირებულად ემუშავა კომიტეტმა პროექტზე იმისათვის, რომ დეპუტატებს კენჭისყრის საშუალება მიცემოდათ, გვაძლევს იმის საშუალებას, თუ იქნება ნება, რომ საერთო ჯამში შეჯერებული ვარიანტი იყოს მიღებული, რომ უკვე დეკემბრის დასაწყისში, აი მოახლოეს სესიაზე ჩვენ კენჭი უყაროთ ამნისტიის გამოპროექტს, ეს პროექტი ვაქციოთ კანონად და რეალურად ვინც ელოდება ამ კანონს როგორც შვებას, იმ ხალხმა ეს მიიღოს. რა თქმა უნდა, არის ის და ვუბრუნდებით თქვენს შეკითხვას, არის ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც გარკვეული სიფრთხილით და შეიძლება საფრთხითაც უყურებს ამნისტიის პროექტს, იმიტომ რომ ეს მოსაზრება გავრცელდა და საკმაოდ, ასე ვთქვათ, აქტიურადაც ხდებოდა ამ მოსაზრების ლობირება, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტმა შეიძლება გაუარესოს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება. ეს არის ჰიპოთეტური მოსაზრება, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ზოგადად ამნისტიებს ეს სტატისტიკურად თან ზდევს, იმიტომ რომ როცა ხდება თქვათ პირობითად 3 მილიონიან ერში, ხო, სადაც პატიმარი არის 24,000 ადამიანი. ხო, 24,000 ადამიანი 2-3,000 რო გამოუშვა, პროცენტულად კრიმინალების ან დევიატორული ქცევის და საერთოდ კრიმინალური ქცევის საკენ მიდრეკილი ადამიანების პროცენტული რაოდენობა საზოგადოებაში იზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ეს რაიმე კრიმინოგენული ვითარების გაუარესება შეუწყობს ხელს. კრიმინოგენული ვითარების გაუარესება შეიძლება არანაკლებ შეუწყოს ხელი, თქვათ, სამართალდამცავებში დარჩენილმა პოლიტიზირებულმა ნომენკლატურამ, თავისი საბოტაჟით, თავისი რაღაცა იქ არსებული სიტუაციების არევით, ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება ჩვენ მოვიგონოთ, რამაც შეიძლება კრიმინოგენული ვითარება გაუარესოს და არანაკლებ ვიდრე ამნისტია. ამნისტია არის ჩვენი ვალდებულება იმ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც იყო ქვეყანაში, საჯარო აღსრულების სისტემაში და სასამართლო სისტემაში. ჩვენ აქედან გამომდინარეობთ, ხო? ჩვენ როცა ამნისტიის პროექტს ვამზადებდით, ჩვენ თქვით, რომ ჩვენი мотиваცია არის არა უბრალოდ იმის ჩვენება, რა კეთილები ვართ ჩვენ ახალი ხელისუფლება, რომელიც უშვებს ადამიანებს. ჩვენ ამას, ასე ვთქვათ, კი, ეს მიმაჩნია იმ ადამიანების მიმართ განხორციელებული სიკეთე არის, მაგრამ რეალურად ჩვენ ამითი ვასრულებთ გარკვეულ მოვალეობას, რომელიც ჩვენ გვეკისრა როგორც ოპოზიციურ ძალას, როდესაც ვამბობდით, რომ ქვეყანაში არის ტოტალიტარულ რეჟიმთან მიახლოებული პოლიტიკური რეალობა. ჩვენ ავტომატურად ვთქვით, რომ ქვეყანაში არ არის სასამართლო პროცესი პრაქტიკულად ქვეყანაში არ ხდებოდა, ადამიანს არ ქონდა სამართლიანი დაცვის შესაძლებლობა, საპროცესო გარიგება გადაიქცა ვაჭრობის დონეთ და მე მინდა იმ საკითხად შევეხო, მე არ ვიცი კითხვები როგორ წარიმართება, ჩემსაც გეტყვით და შევეცდებ ყველა კითხვა ამომწურავად გიპასუხოთ, მაგრამ ეს კითხვებიც ჩნდება ავტონომიურ რეჟიმში, შევეცდებ იმ კითხვებზეც პასუხი გავცემ, იმიტომ რომ იყო ასეთ საკითხი დასმული, რატო არ შეიძლება ინდივიდუალურ რეჟიმში დავიწყოთო ყველაზე მუშაობა. ეს ორი მიზეზის გამო შეუძლებელი. ერთი ეს არის დროში ძალიან გაწელილი პროცესი და ამ პროცესის პარალელურად ადამიანი, რომელიც შეიძლება უდანაშაულო იყოს გზის ციხეში და მეორე მხრივ ინდივიდუალური განხილვა ცალკეული საკითხების ემსგავსება ვაჭრობას. და ეს ვაჭრობა ჩვენ ხშირად გვინახია და ფაქტობრივად საპროცესო გარიგება, როდესაც იქცა გამოძიების მთავარ იარაღად, ავტომატურად ეს ვაჭრობა იქიდან მოკიყოლებული დამკვიდრდა ქვეყანაში და ადამიანებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ გინდა სასამართლო და რეალური 20 წელი წადი სასამართლოში და იდავე შენ სიმართლეზე. გინდა უფრო ნაკლები ვადა. მოვაწერე ხელი აღიარებით ბრალს, აღიარე რომ შენ დამნაშავე ხარ და ჩვენ ნაკლებს მოგიჭით. ფაქტობრივად ამ რეალობამ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ამნისტია არის არა უბრალოდ ჰუმანური აქტი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება თავის მოქალაქეების წინაშე. საპროცესო გარიგებებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ ესეთი რამ, რომ ერთგვარი ფილტრი იყო, ანუ ძალიან მძიმე დანაშაულებებზეც სვავდნენ და იმ შემთხვევაში არ ხდებოდა საპროცესო გარიგება
და დანარჩენ შემთხვევაში ხშირი იყო რომ როდესაც ფულს გადაიხდიდა პატიმარი უშვებდნენ. ეხლა თქვენ შემთხვევაში როდესაც გააკეთებთ ამ ამინისტიას და ამობთ რომ ინდივიდუალურად არ მოხდება ამ პიროვნებების საქმის განხილვა. რეალურად გაიზრდება თვითონ კრიმინალი, იმიტომ რომ კი ხარვეზი იყო წინა სისტემაში, როცა საპროცესო გარიგებები იყო, მაგრამ ეს რაღაც ფილტრივით მუშაობდა და მძიმე დანაშაულს ამ საპროცესო გარიგებით არ ურიგდებოდნენ და ციხეში იყვნენ. ანუ ეს ყველა გამოდის რომ ყველაზე მძიმე დანაშაული ვისაც აქვს და რომელსაც საპროცესო გარიგებაც კი არ შეხებია, მოხდება ამათი გარეთ გამოშვება და თქვენ რა პასუხს აძლევთ საზოგადოებას, როდესაც არის საუბარი ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ჩემი ძმა რომ მოკლას ვიღაცამ, ან ჩემი სახლი გაქურდოს, ამას გაგებით როგორ უნდა მოვეკიდო, რა ლოგიკაა ეს მაინტერესებს. უმეტეს რომ ამნისტიის პროექტში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ არის საერთოდ. მაშინ მოდით პრინციპებს შევეხოთ თვითონ ამნისტიის პროექტი როგორ შეიქმნა, ხო? არის ასეთი მიდგომა, რომ თავისუფლდება მარტო ის ადამიანები, რომელსაც აქვს ჩადენილი მსუბუქი დანაშაული, გამოკლებით ცალკეული დანაშაულებისა, იქ არის სექსუალური და სხვა სახის დანაშაულები, იქ იმ ჩამონათვალშით შეიძლება მსუბუქი დანაშაულის დეფინიციიდან გამომდინარე, ხო, იმას ნიშნავს, რომ ეს არის დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებლობა არ არის 5 წელზე მეტი ვადით. აი ამ დანაშაულისთვის ვათავისუფლებთ ხალხს და აქაც არის გამონაკლისი მუხლები. ასე რომ მძიმე და მით უმეტეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებს და ძალადობრივი დანაშაულის ჩამდე პირებს ეს ამნისტია არ ეხება გათავისუფლების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ასეთი დათქმა, რომ უნდა გაგვეთავისუფლებინა ის ადამიანები, რომლებიც გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის არიან მშავდებულები, აქაც ხდება შესწორება და ფიქსირდება, რომ მხოლოდ იმ გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის, რამაც არ გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი. ამასთან ერთად საუბარია, ასე ვთქვათ, სრულ გათავისუფლებაზე პრაქტიკულად მეტი არავის და არის შეღავათების სისტემა, მე უკვე საჯარო შეღავათების ქალების მიმართ, არასრულწლოვანების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც პირველად აქვს ჩადენილი დანაშაული. დანარჩენი საჯაროების მიმართ ხდება 1/4-ის ჩამოკლება. ხო, მაგრამ აი საპროცესო გარიგებებზე საუბრობდით, წეგა თქვენ რომ ამით ხდებოდა შემცირება სასჯელის წლების, ხო? 5 წლამდე ვისაც აქვს დანაშაული, თუ იმას ეხება ეს ამინისტია. ხო შეიძლება იყოს კატეგორია ისეთი ადამიანების, რომელსაც მძიმე დანაშაული აქვს, მაგრამ ამ საპროცესო გარიგებით შეუძლია სასჯელი და ჩამოვიდა. არა, ეს ეხება მუხლს. კონკრეტულ სისხლის სამართლის მუხლს. არა იმას სასჯელი რამდენი აქვს, არამედ მუხლი რა ითვალისწინებს. სუბუქი დანაშაულის მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს 5 წელზე მეტი თავისუფლების აკვეთას, როგორც სანქციას. ესე მისჯილი კი არ უნდა ქონდეს 5 წელი. სანქცია არ უნდა იყოს 5 წელზე მეტი. ესე იგი, სუბუქი დანაშაულის გამო ვინც ეზის, იმათ ვათავისუფლებთ ჩვენ. დანარჩენების მიმართ დაიწყება მე ინდივიდუალური მუშაობა, იმიტომ რომ ბევრი იძახის, რომ ჩვენ უკანონო პატიმრები ვართო და შეიძლება იმას ძალიან მძიმე მუხლებიც ქონდეთ წაღენებული. მაშინ ის წავა პროკურატურაში, ამოიღებს თავის მასალებს, დაიწყებს თავისი სიმართლის მტკიცებას და თუ მართლაც მისი საქმე არის ასე ვთქვათ შეთითხნილი, მაშინ მოხდება მისი გათავისუფლება, მაგრამ მძიმე დანაშაულებს, რომლებსაც 5 წელზე მეტი თავისუფლების აკვეთა შეიძლება სანქციის სახით ქონდეთ, ეს ამნისტია ეხება მარტო შემცირების კუთხით 1/4-ით შეიძლება მათ შემცირდეთ სასჯელი. ეს ესე იგი უნახევრებთ ქალებს, არასრულწლოვანებს და განახევრება მე მგონი მეტი არავის ქალებს და არასრულწლოვანებს, ვისაც პირველად აქვს ჩადენილი დანაშაული. იმის გათვალისწინებით, რომ პირველად ჩადენილი დანაშაული მაინც უფრო მეტი რესოციალიზაციის, ასე ვთქვათ, იმედს უტოვებს ადამიანს. ახლა თუ ადამიანმა პირველად ჩაიდინა დანაშაული, მის მიმართ შეიძლება უფრო მობიერი ვიყოთ, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც რეციდივი აქვს ახალ. რეციდივისტების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მობიერება გამოვიჩინოთ, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც მე თქვენ გეუბნებით, რომ მე თქვიკიდეთ, რომ მე შინაგანი განწყობა მაქვს, რომ კარები გავაღომეთ კი საერთოდ და მთელი ყველა პატიმარი გამოუშვა, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში იყვნენ, ციხეში არავინ არ უნდა მჭდარიყო. მე ამ მაქვს ასეთი შინაგანი განცდა. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ იმაზე მეტი კრიმინალი არავინ არ არის ციხეში. მაგრამ ეს არის
ემოციური განცდა, ეს რაღაცა ის შინაგანი განცდა, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ეს არ უნდა ისახოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, მთავრობის პოზიცია იყო აბსოლუტურად პრაგმატული, როდესაც ის მოვიდა საკომიტეტო განხილვაზე და ის შენიშვნები, რაც ჩვენ მივიღეთ, სტრუქტურული თვალსაზრისით პროექტის მუხლობრივი დაზუსტების თვალსაზრისით მეორე საბოლოო ვარიანტში აისახება და ყველასთვის უფრო ნათელი გახდება რომელ მუხლებს ეხება, ესე იგი ზოგადი პრინციპებიდან ჩვენ უკვე გადავალთ კონკრეტულ მუხლებზე და ყველასათვის გასაგები გახდება, რომ არანაირ შემთხვევაში ეს ამნისტია არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დამნაშავეები არიან საზოგადოების წინაშე და პოტენციალურად არიან საზოგადოების საფრთხის მატარებლები. და უვადო პატიმრებთან დაკავშირებით, რომ მან უვადო ვისაც აქვს უვადო პატიმრობა, ამასთან დაკავშირებითაც რომ დაგვიკონკრეტოთ, ან რა იქნება მათთან, ან განახევრებაზე თუ იქნება საუბარი, ან უვადოს განახევრება იყო ესეთი კითხვები მაგათთან დაკავშირებით, როგორ იქნება საქმეო, ან მათ ვისაც თქვა 30 წელი აქვს მისჯილი და ეს არიან ესეთ ქალბატონებიც არიან საპროფილეში და 30 წელი ძალიან ბევრი ქალბატონი მირეკავს და ვიცი რომ შენიშვნებთან დაკავშირებითაც რომ დაგვიკონკრეტოთ, კონკრეტულად რა იქნა გათვალისწინებული, რა შენიშვნები? პირველ რიგში ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აი ეს ტექნიკური მხარე, რაც ჩვენ შემოგთავაზა მთავრობამ, რომ მოხდეს მუხლების დაზუსტება, იქ ყველაზე უფრო ამომწურავი შენიშვნები ჰქონდა პროკურატურას, გახაწერილებმა ძალიან ესე დეტალებში გაგვატარა ყველა მუხლობრივ მომენტზე და მიგვინიშნა, რომ რეკომენდაციის სახით რომ გავითვალისწინოთ მათი ხედვები. ერთ-ერთი თქვათ შენიშვნა არის, რომ ამნისტია იყოს ორიენტირებული შედეგზე და არა უბრალოდ იმაზე, რომ ადამიანს თქვათ მოვიცვათ ყველა მუხლი, იმიტომ რომ არის მუხლები, რომლითაც არავინ არ არის გასამართლებული და სტატისტიკა დაგვიდეს და ახლა ასეთი მუხლების შეტანა მანდამაინც ამნისტიაში თუ ამ მუხლით არავინ არ არის დაჭერილი, არავის არ ჭირდება. ჩვენი ამოცანა არის რეალურად ვიღაცას ამ ამნისტიამ რაღაცა შეღავათი მოუტანოს და არა ის რომ ბევრი მუხლი აისახოს ამნისტიის პროექტში. რა თქმა უნდა, ამნისტია ეხება ყველა იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის გამოცემამდე, მაგრამ თუ რეალურად ჩვენ არ აქვს პატიმრები, რომელიც იმ კონკრეტული მუხლებით არიან საპატიმროებში, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის, რომ ესეთი მუხლები იყოს. გარდა ამისა, ტექნიკურად იყო რჩევა, რომ მუხლობრივად, ესე იგი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ აი სუბუქ დანაშაულს გარდა ამისა, განახევრება გარდა რაღაცა გითხრას, რომ ჩამოწერეთ სულ ყველა მუხლი, რომელსაც ეხება ამნისტია და თვალსაჩინო გახდეს სულ ყველასთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა არის, აი 178-ს ეხება, აი 260-ს რომელ ნაწილს ეხება, აი ამ ეს კითხვები რომ მოიცნოს. ვარიანტში ისევ ესეთ არ ჩაიპირვება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გაგიწეროთ ეს ყველაფერი და საბოლოო ვერსიაში უფრო თვალსაჩინო იყოს, რომელ მუხლებს ეხება ამნისტია. ხო და აი ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში იქნებით მაქსიმალურად ბოლომდე ასე ვთქვათ თანმიმდევრულები და ამ მუხლების მიმართ ამნისტია არ იქნება გამოყენებული, ესეც ვთქვათ თავრობის შენიშვნა იყო და პრინციპში რაც მათი მხრიდან იყო ერთადერთი რასაც მე არ ვეთანხმები ეს არის იმას რომ ჩვენ გითხრას რომ პირობითი სასჯელი არ უნდა მოიქცეს ამნისტიაში. მე მიმაჩნია რომ შეიძლება მოქცეულიყო, მიმაჩნია რომ იურიდიულად ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, იმიტომ რომ თუ უფრო მძიმე სასჯელს ეხება ამნისტია, მაშინ რატო არ უნდა შეეხოს პირობით სასჯელს, რომელიც თავისი ხარისხობრივი მნიშვნელობით უფრო ნაკლებია და თუ სისხლის სამართლის გაუნდებლობით არ არის ამ სასჯელებში პირობითი სასჯელი ცალკე მოხსენებული, იმიტომ რომ ეს არის მისი ბუნება, ეს არის პირობითი სასჯელი, ეს არ არის სასჯელი, ჯერ იღებს სასჯელს და მე ამ სასჯელს შენ გადაგიკეთებ პირობით სასჯელად. ხო ეს არის უფრო სუბუქი სახე სასჯელის რეალურად, მაგრამ ეს სასჯელია და ამნისტია თუ ეხება უფრო დიდ სასჯელს პირობითაც უნდა შეხებოდა. თუმცა გითხრას რომ ამაზე უკვე ყველა მუხლის მიხედვით მოხდება პირობითი სასჯელის დაანგარიშება და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ ესე იგი რა მუხლებსაც ეხება ამნისტია, იმის პარალელურად შეეხება პირობით სასჯელსაც. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, უპირობო გათავისუფლება პირობითი სასჯელისაგან არ მოხდება და პირობით სასჯელზე მთავრობა თვითონ იფიქრებს, ვის მოუხსნას და ვის არ მოუხსნას, იმის შემდეგ, რაც უკვე ამნისტია შევა ძალაში და დარჩება რაღაც კითხვის ნიშნები კიდე იმათთვის, ვისაც პირობითი სასჯელი, რაღაც ვადები შეუნარჩუნდება, თუ ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება მათ მიმართ მის გადაწყვეტა პირობით სასჯელის საკითხზე. მაინტერესებს. ხშირი იყო ადრე წამლის ეგრეთ წოდებული ჩადება და ნარკომომხმარებელს როგორც ბარიგას ისე ასაღებდნენ ხოლმე.
ანუ მაგ შემთხვევაში თუ იქნება გადახედვა აი ამ კატეგორიის ადამიანების საქმეების და აი რაოდებში თუ აპირებთ ამ მინისტრიას ვთქვათ ნარკოდამოკიდებულების მქონე ადამიანებზე და თუ აპირებთ რომ განიხილოთ თითოეული მათგანის საქმე 260-დან დაკავშირებით იყო კომიტეტზე ცალკე საუბარი, ცალკე მსჯელობა, შენგან საქმეთა სამინისტრომაც გითხრა რომ ის არაა წინააღმდეგი თუ ჩვენ რაც ცალკე ხედვით გამოვალთ, იმიტომ რომ პირველ რიგში საუბარი მომხმარებლებზე, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებზე, რაღაც ეტაპზე ალბათ ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მე მიმაჩნია უნდა შევწყვიტოთ, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ადამიანების, რომლებსაც ასეთი საჭიროება აქვთ, ხო იმათ თავისი გაჭიროებაც ეყოფათ, მე რომ მკითხოთ და ისინი ჩემთვის არიან ავადმყოფები, რომელთაც სჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაცია. ციხე არ არის მაგისი ადგილი და ძალიან გამიკვირდება თუ ციხეში ისინი რესოციალიზაციას ბოლომდე შეძლებენ. კი, ჩვენ ვაყენებთ მათ უბრალოდ იმ სივრცეში, სადაც ნარკოტიკი აღარ შევა და ისინი იძულებულები არიან, ასე ვთქვათ, ეს გადაიტანონ, მაგრამ ამ ყველაფერს ამ დამოკიდებულებას ალბათ ძალიან ბევრი სხვა მიზეზიც აქვს, გარდა იმისა, რომ ვთქვათ ადამიანი რაღაცას ყოველდღიურად მოიხმარს. ჩვენ მიგვაჩნია რომ მომხმარებლების მიმართ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობიერი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მით უმეტესაც თქვენ ბრძანეთ ეს მუხლი გადაიქცა ძალიან ესეთ მუხლად თავის დროზე ადვილად გამოყენებად ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ადამიანი რომელიც კრიმინალურად შეიძლება ხასიათდებოდეს არის კრიმინალური საქციელისგან მიდრეკილი თუ მისი დაჭერა უჭირს სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიება ვერ შეულობს რაღაცა მტკიცებულებს ყველაზე ადვილი საშუალება იყო მისთვის სამლის ჩადება და ეს იყო ძალიან გავრცელებული პრაქტიკა და ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს ხდებოდა ამიტომ ჩვენ არ გვინდა ახლა უბრალოდ ავრიოთ ეს ორი თემა ერთმანეთში ჩვენ ვაფიქსირებთ რომ მომხმარებლები უნდა შეეხოს ამნისტია და ისინი გამოვიდნენ მაგრამ ჩვენ იმ ადამიანებს ვინც არიან გასამართლებული გასაღებისათვის ჩვენ ამნისტიას ვერ შევახებთ ეს გამორიცხული აქ უნდა მოხდეს ისევ ინდივიდუალურ რეჟიმში იმ ადამიანებთან ურთიერთობა და იმის ძებნა რა мотиваცია შეიძლება ვიღაცას ქონოდა თქვათ ისინი რომ გამსაღებლებად გამოიყვანათ შეიძლება რაღაცა мотиваცია ამაში ქონოდა სამართალდამცავ ორგანოებს ხო ეს უნდა ძიებით მოხდეს იმიტომ რომ ჩვენ რო გამოუშვათ ნარკო გამსაღებლები რეალურად ეს არა მარტო კრიმინოგენულ ვითარებას შეცვლის ეს ჩვენი მხრიდან იქნება ამორალური აქტი რასაც საზოგადოება ჩვენ ვერ გაგვიგებს და ეს ხალხი არ იმსახურებს იმას რომ ამ ამნისტიის რეჟიმში მოექცეს აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერ გავმიჯნავთ მომხმარებელს და იმას ვინც გამსაღებელია უკვე დადგენილი მოცემულობით, რაც გვაქვს განაჩენები და მომხმარებლებს შევახებთ ამნისტიას, ხოლო გამსაღებელების მიმართ უნდა იყოს ინდივიდუალური მუშაობა, მათ უნდა დაწერონ განცხადებები, ისინი არიან უკანონო პატიმრები, იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს მათი სასჯელის გადაკვალიფიცირება მაგრამ ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ამ მუხლის მოქცევა, რა თქმა უნდა, ამნისტიაში არანაირად არ იქნება გამართლებული, მაგრამ პირველი და მეორე ნაწილი ჩვენი აზრით, ნუ ჩემი აზრი ასეთია და იმედი მაქვს, რომ არაფერი არ შეცვლება, ორივე უნდა მოხდეს ამნისტიის ქვეშ, იმ დათქმით, რომ საქმე ეხება მარტო იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძინეს, გადაიტანეს, შეინახეს, მაგრამ არა გასაღების მიზნით, არამედ მოხმარების მიზნით. რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულს, ბატონო გეტყვიან, აქ როგორ არის საქმე? სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით კითხვა დაისვა და დაისვა მოტივირებულათაც, რომ ეს შეიძლება ჩვენი მხრიდან სამოხელეო დანაშაულის შეტანა არ შეტანა ყოფილიყო მოტივირებული, იმიტომ რომ უმცირესობიდან გაისმა ეს რეპლიკა, რომ სამოხელეო დანაშაულის არ შეტანა არის განპირობებული იმით, რომ არის ბევრი დასაჭერი საქმე იმაშია საქმე სწორედ სამოსულზე მე უბრუნდები ისევ თქვათ ჩემი როგორც პროექტის ავტორის мотиваციას მე არ ვიცი თქვათ სხვა რა мотиваცია აქვს ამ ამნისტიასთან მიმართებაში მაგრამ ჩემთვის ეს мотиваცია არის პირველ რიგში პოლიტიკური რეალობის მიმართ გამოძახილი ჩვენი მხრიდან იყო გარკვეული პოლიტიკური რეალობა ამ პოლიტიკურ რეალობამ შექმნა უსამართლო პატიმრები ძალადობა ციხეში დანაშაულებრივი სასამართლო სისტემა გავავრცელოთ უკუვადით ეს იმ ადამიანებზე სამოხელეო დანაშაულის კუთხით, რომლებიც ამას ყველაფერს ჩადიოდნენ, ეს ნიშნავს, რომ აი მართლა ძალიან ოპტიმისტები ვართ, ბუნებით, რომანტიკოსები ხდებით ძალიან და გვაქვს იმედი, რომ ზღვარი და მგელი ერთობლივად ძოვას შეძლებს ჩვენ სამყაროში.
ის ადამიანები, რომლებიც თავისი სამსახურებრივი საქმიანობით აი ამ პოლიტიკურ რეალობას ქმნიდნენ, იმათმა პასუხი უნდა გაცენ. და შემსუბუქების კუთხით, რა თქმა უნდა, მათ შეიძლება გაუნახევრდეთ ის სასჯელი, რომელსაც ეხლა განუსაზღვროს სასამართლო, მაგრამ რომ ეხლა შეწყდეს ჩვენ შეგვიძლია თემა გამავითაროთ, იმიტომ რომ მაგაზეც გვისვამით ჩვენ შეკითხვებს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტს რა მიმართება აქვს დაჭერებისადმი, ხო? ზოგადად. მე მაგაზეც შემიძლია გიპასუხოთ თუ ჩაგვით ამ საჭირო. ეს პროცესი რომ შეწყდეს და ჩვენ თქვათ, რომ სამოხელეო დანაშაულებს ჩამდენ ადამიანებს გამოუცხადოთ ამნისტია და ნულიდან დავიწყოთ, ეს ჩემი აზრით იქნება ძალიან არასწორი პრევენციის თვალსაზრისით, პოლიტიკური პრევენციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ ჩვენ გველაპარაკებიან სისხლის სამართლებრივ პრევენციაზე ზოგადად და გვეუბნებიან რომ ამნისტიაში უნდა გავითვალისწინოთ ეს ნიუანსები, რაც პრევენციას, ასე ვთქვათ, იგივე პირობით სასჯელთან დაკავშირებით, რაც პრევენციას ხელს უწყობს, რომ არ მოხდეს ახალი დანაშაულის ჩადენა, ჩვენ უნდა ისიც გავითვალისწინოთ, რომ მოხელეები, რომლებიც დღეს აქვთ დანაშაული ჩადენილი და დაუჟელი დარჩებიან და გააგრძელებენ თავიანთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას, პრაქტიკულად ისინი დაამკვიდრებენ დაუჯელობის ისეთ განცდას საზოგადოებაში, რომ მე ვერ ხვდები მაშინ საერთოდ რატომ უნდა დავიჭიროთ ვინმე. საერთოდ ქვეყანაში რატომ უნდა დავიჭიროთ ადამიანი, თუ ადამიანებს, რომლებიც აშკარა უკანონობას ამკვიდრებდნენ ქვეყანაში, ვეტყვით, რომ იცით რა, ჩვენ ახლა ნულიდან ვიწყებთ, არც თქვენ არ გეხებით, ესენიც გამოუშვათ, დავიწყოთ ნულიდან. ასე ნულიდან დაწყება ყოველთვის არასწორია. ჩვენ ახალი წელთაღრიცხვას არ ვქნით და ისტორია ახლა არ იწყება საქართველოს. ჩვენ ყველაფერი რაც ხდებოდა, ყველაფერზე პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენც და სხვამაც და ამის შემდეგ გვექნება საშუალება სრულფასოვნად შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო, თორემ ნულიდან დაწყებაზე საუბარი მაგ მიმართებაში იქნება არასწორი და ამიტომ სამოხელეო დანაშაულს ამნისტია არ უნდა შეეხოს სრული მოცულობით. ჩემი აზრით. თქვენს რაიონთან დაკავშირებით ბორჯომს წარმოადგენთ. დღეს იყო ქართულ ებრაელ ბიზნესმენთა პალატის მოშიარე ესეთი შეხვედრა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ თვითონ კონკრეტულად ბორჯომში ძალიან ბევრი ბიზნეს პროექტი უნდა განხორციელდეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე და ამ მხრივ ბორჯომის განვითარების მხრივ რას აკეთებთ და რა სიტუაციაა თქვენ ბორჯომში? ხო, მე ახლა იმას ვერ გეტყვით სამწუხაროდ, რომ მე ბოლო ერთი თვის მანძილზე ბორჯომის პრობლემატიკით ინტენსიური მუშაობა შევძელი, სამწუხაროდ ვერა. მაგრამ ის რომ ბორჯომს ძალიან ბევრი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის რეალიზაცია საჭიროა და შესაძლებელია, ამას ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. მე ბორჯომში საკრებულოს წევრიც ვიყავი, მანამდე და გამგებელიც ვიყავი, ბორჯომის ცხოვრებასთან ყოველთვის მქონდა შეხება და ყოველთვის იყო კამათი იმაზე, რატო ვერ ხერხდება ბორჯომის პოტენციალის სრული რეალიზაცია. ჩვენ მქონდა რამოდენიმე სიმდიდრე, თქვათ, რომელთაც შეგვეძლო პროექტებიც წამოგვეწოდა, კონკრეტული შედეგიც მიგვეღწია და არა, თქვათ, ეხლა კი არ დაგვეწვა რაღაცა ახალზე ფიქრი, არამედ 8 წლის მანძილზე რომ ეს ყველაფერი იყოს მიღწეული. ერთი სიმდიდრე არის მიწები ბორჯომის, რომელიც უნდა გამოყენებულიყო საინვესტიციო პროექტებისთვის. რეალურად ეს მიწები გადაიქცა კორუფციის საგნად და ვისაც არეზარებოდა ყველა ჩინოვნიკი, მათ შორის მაღალი ჩინოსნებიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში, აკონტროლებდნენ რეესტრს, მათი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერაფერს იყიდიდა და გაყიდიდა, სამაგერ თვითონ ისინი როგორც უნდა ბორჯომის მიწებით ისე სარგებლობდნენ. მინერალურ წყალს რაც შეეხება, მინერალური წყლის საკითხით ძალიან დაზარალდა ბორჯომი, როდესაც რუსული ბაზარი დაიკეტა და ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო პოლიტიკოსებმა, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობების გამო ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარალდეს. მე მესმის, რომ ეს არ იყო სამხრივად ჩვენი ბრალი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან იყო აგრესიული პოლიტიკა, რომელზეც გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ პოლიტიკოსებმა წინა პლანზე დააყენეს ამ აგრესიულ პოლიტიკაზე რეაგირება და არა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები და ამით სხვა რეგიონებთან ერთად ბორჯომი ძალიან დაზარალდა. და გარდა ამისა, ბორჯომს აქვს ხეტყე, რომელიც ძალიან უკანონოდ იჭრება და აბსოლუტურად არანაირი კონტროლი ამაზე არ ხდება. ძალიან ცუდი სამართლებრივი ბაზაა და მე მომეცემა თუ არა დრო და საშუალება რომ ამ თემატიკაზე გადავერთო გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად აუცილებლად ჩვენ მოვამზადებთ პროექტებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეგულირება სამართლებრივი სწორად მოხდეს ხეტყის ათვისების, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხდება აბსოლუტურად ბორჯომის ტყეები
უმოწყალოთი შეხება, ვისაც არ ეზარება, ყველა შესწეულია და ვერ გაიგებ ვინაა გაჭირვებული და ვინ რაღაც თავის ბიზნეს ინტერესებს აკმაყოფილებს, ყველა ეძახის გაჭირებულები ვართ, მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვიღაცები მართავენ და მართავენ იმის წყალობით, რომ ძალიან ცუდი სამართლებრივი ბაზა აქვს ზოგადად ხეთყის სარგებლობას. არ არის საკმაოდ აი ესეთი სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც დაიცავდა ჩვენ დღეებს და კონკრეტულად თქვათ ისეთი ნიუანსიც, აი რასაც მე პირადად ხშირად ახსენებდი ბორჯომში წინასწარ ჩვენ კამპანიის დროს, რომ აი ლიკანის სანატორიუმის მიმართ იყო ძალიან არასწორი პოლიტიკა განხორციელებული. 2006 წელს ეს სანატორიუმი გაიყიდა, ეს იყო ბორჯომის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ამ სანატორიუმით ჩვენ ვამაყობდით, იმიტომ რომ ეს იყო ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა, ცნობილი ადამიანი და ბრენდი იყო, ისეთ ბრენდი, როგორც ჩვენ ბორჯომის წყალი. ეს სანატორიუმის ერთგვარ ბრენდს წარმოადგენდა. გაიყიდა, ინვესტორმა არაფერი არ აკეთა წლების მანძილზე და ფაქტობრივად შარშან დაიწყეს ფორსირებულად რაღაცის კეთება, წინასაარჩევნოდ ეთქვათ, რომ რაღაცა კეთდება. სანატორიუმის მეორე ნახევარი, რომელიც წარმოადგენს რომანოვების სასახლე და აი ეს ტერიტორია გახდა პრეზიდენტის რეზიდენცია და პრეზიდენტის გარდა იქ ვერავინ ვერ შედიოდა და ეს იყო ჩვენი საექსკურსიო კუთხით ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადგილი და ბორჯომში დამსვენებელი რო ჩამოდეს იმან სჭირდება ბალნეოლოგიური მომსახურება და ჭირდება რაღაცის ნახვა, ხო? და ესეთი კუთხით რომანოვების სასახლე იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ადგილი. აი ეს ადგილიც ჩვენ წაგვართვეს და მე უფე სერაფიმე ერთად ვიყავით ცოტა ხნის წინ ამ ადგილას, როცა გავუქმდა ეს საპრეზიდენტო რეზიდენცია, საჯაროდ განმაცხადეთ ჩვენი პოლიტიკური და საერო და საასულიერო და საერო ნება ბორჯომის საზოგადოების, თქვათ ერი და ბერი ბორჯომში ვართ იმ აზრზე, რომ აქ გაიხსნას კარებები, გაკეთდეს მუზეუმი, გაკეთდეს პარკი და ბორჯომში დამსვენებელსაც და ბორჯომელებსაც ჰქონდეთ საშუალება შევიდნენ დაათვალიერონ ის ყველაფერი და არ იყოს მარტო ვიღაცა ერთი ადამიანის ჩაკეტილი ზონა. იმიტომ რომ არის ბორჯომის ისტორია და ჩვენ გვინდა ჩვენი ისტორიით, ჩვენი წარსულით ველაპარაკოთ იმ ინვესტორებს, რომლებიც მართლა ბლომად შემოვლენ ბორჯომში, მე მაგაში დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება მაგაში. თავარია ყველა მიგრძნოს ის, რომ ბორჯომში შემოსულ ინვესტორს იქ ხვდებით გაშლილი ხელებით. მე როდესაც ბორჯომის ანის გამგებელი ვიყავი 2003 წელს, მაშინ ერთადერთი ინვესტორი შემოვიდა ბორჯომში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დიდ ველზე აიღო თავის თავზე პროექტი და 24 მილიონი თუ არ მეშლება შეიძლება უფრო მეტიც, იმიტომ რომ ეს ზუსტი ციფრი საბოლოო ჯამში ძნელი სათქმელია, დიდ ველზე დახარჯა და გააკეთა სათხილამურო ტრასები და უსასყიდლოდ გადაცა ბორჯომის მუნიციპალიტეტს 24 მილიონიანი ინვესტიცია. და მე მჯერა, რომ ანალოგიურად თუ ვინმე ასე ვთქვათ ბორჯომში დაანახებს ინვესტორებს იქ მათთვის სასურველ გარემოს და ელემენტარად ერთადერთი რაც ბიძინა ივანიშვილის მაშინ უნდა და ეს მიწა ყოველგვარი საბაზრო ფასის გარეშე, ნომინალურ ფასად. და დანარჩენს ეს ჩვენ გვჩუქნიდა. აი თუ ასეთ პირობებს შევთავაზებთ ჩვენ ინვესტორს, რომელიც სადაც ისე კი არ დავხვდებით, რომ აი მე წილში თუ ჩამსვავ ჩემ დირექტორს თუ დანიშნავ დაფუძნებლებში ჩემი ნათესავი თუ მოხვდებიან, თუ ასეთი მიდგომა არ იქნება და ინვესტორი შემოვა და ჩვენ ამას უკვე წყალობად ჩავთვლით და ამას უკვე იმ ინვესტორს ჩაუთვლით, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს, ბორჯომში ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა და ძალიან მალე ბორჯომი დაიწყებს ახალი ცხოვრების. კარგით, მადლობთ თუ არ არის. პოლიტპატიმრებს არაფერი გაინტერესებდა?